ისტორიაში პირველად ქართული ტექნოლოგიური ცენტრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიხსნება. სექტემბერში სან-ფრანცისკოში სილიკონ ველზე საქართველოს სტარტაპ კომპანიები პოტენციურ ინვესტორებს პირისპირ შეხვდებიან. ეს იქნება აბსოლუტურად ყველასთვის, ნებისმიერი ქართული სტარტაპისთვის, რომელსაც აქვს მისი, ასე ვთქვათ, პროდუქტის მზაობა უკვე უზრუნველყოფს იმას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გავიდეს. 2022-ში ჩვენ გვქონდა იმის მცდელობა, რომ ამერიკის ბაზარზე შევსულიყავით, მაგრამ მაშინ როგორც აღმოჩნდა, ჯერ არ ვიყავით მაგისთვის მზად. თუ ახლა მოხდება და იქნება იმის საშუალება, რომ უფრო უკეთესად შევძლოთ მომზადება მაგ ყველაფრისთვის და უფრო მარტივად შევძლოთ კონტაქტების დამყარება, რა თქმა უნდა, რომ უკეთესი იქნება ჩვენთვის. ტექნოლოგიურ ჰაბში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქართული სტარტაპების გაძლიერება იქნება, რაც სილიკონ ველის მენტორების დახმარებით სხვადასხვა პროგრამის გამართვას და ორმხრივ გაცვლით პროექტებს გულისხმობს. სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციური ჰაბის გახსნა უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის და შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად. ტექნოლოგიური ცენტრი, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გახსნის, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ამოქმედდება. ინოვაციების ჰაბი არის საუკეთესო საშუალება ამისთვის, რათა ჩვენ სტარტაპებს, მეწარმეებს თუ ინოვატორებს ჰქონდეთ წვდომა შესაბამის აქსელერატორებთან, რა თქმა უნდა, ინვესტორებთან. საერთაშორისო ბაზარზე მოხვედრის პარალელურად ქართული სტარტაპერებისთვის სიახლეა ქვეყნის შიგნითაც. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სტარტაპერები 3 წლით ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.